სკოლის ასაკიდან პროფესიონალ მუსიკოსობაზე ოცნებობდა, თუმცა ოცნებად დარჩა და დღეს სცენაზე მხოლოდ მოყვარული მუსიკოსის ამპლუაში დგას. მისი მთავარი სცენა დღეს აქ, ქირურგიულ საოპერაციოშია, სადაც სიცოცხლეს სიკვდილს თვალებში უყურებს. ყოველი ოპერაცია კი მაყურებლებისა და აპლოდისმენტების გარეშე ცხოვრების იმთავარ წარმოდგენად იქცევა ქირურგიის ხელოვნებას რომ წარმოაჩენს. ქირურგიის, რომელიც ცდილობს კიდევ ერთხელ გადაარჩინოს სიცოცხლე, კიდევ ერთხელ აჩუქოს ადამიანს დაკარგული ჯანმრთელობა. დღეს დაბადებიდან 60 წლის თავზე კახა ქუნთელიას მასწავლებლები და მოსწავლეები, მეგობრები და კოლეგები იმ პერიოდს იხსენებენ, როცა ყველაფერი დაიწყო. მე და კახას ძალიან დიდი ხნის უკვე ურთიერთობა გვაკავშირებს, მეგობრობა. ადამიანური პროფესიული კავშირი გვაქვს დაახლოებით 90-იან წლების დასაწყისიდან. რესპუბლიკურ სამავთყოფო ეწოდა, ჩვენ ერთად მუშაობდით ერთ კათედრაზე, ერთ განყოფილებაში. კახა ქუნთელიას სახელი პირველად გავიგე სტუდენტობის დროს, როდესაც რესპუბლიკურ სამავთყოფოში გამოცდილი ასაკოვანი ქირურგები ძალიან დიდი აღტაცებით საუბრობდნენ მასზე, როგორც ძალიან ნიჭიერ, შრომის მოყვარე, მონდომებულ და მიზანსწრაფულ ახალგაზრდაზე და უწინასწარმეტყველებდნენ ძალიან დიდ მომავალს. კახა გავიცანი რესპუბლიკურ სამავთყოფოში. მას ხშირად ესე იგი ხედავდნენ მიმღებ განყოფილებაში, როდესაც ყველაზე უპატრონო, ასე ვთქვათ, მოუვლელი პაციენტი რაღაცა ხვდებოდა კახასთან და ის უვლიდა მას როგორც ყველაზე ახლობელ ადამიანს. აი ეს იყო ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ემოციური ასე ვთქვათ, შემთვის ინფორმაცია, რომელსაც მაშინ მივიღე და ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლება ასე მოექცე ადამიანს, რომელიც გარეგნულად ძალიან ცუდად გამოიხურება და საერთოდ პატრონი არ აყავს, აი უსახკაროებს და რაღაცა პატრონობდა ხოლმე და მიხედავდა დაბანდა, მოუვლიდა, დიაგნოზს დაუსვამდა და ბოლოს ოპერაციასაც უკეთებდა. დიდი მომავლის დადგომამდე კი იყო დიდი გზა. თავდაუზოგავი შრომით, უძინარი ღამეებით, პაციენტისთვის თავდადებით. ეს ყველაფერი კარგად ახსოვთ იმ თაობის ქირურგებს. პირველივე დღიდანვე, როცა კახა შემოვიდა განყოფილებაში, ის გამოირჩეოდა თავისი შრომის მოყვარეობით და ინტელექტით. და არც გასაკვირი არ იყო ამაში, იმიტომ რომ მან ოქროს მედალით დაამთავრა თბილისის 55 საშუალო სკოლა და წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. პირველივე დღეებიდან დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა კლინიკაში და გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ მას უკვე ანდობდნენ ყველაზე რთულ და მძიმე პაციენტებს. მე და კახამ 11 წელი ვიცხოვრეთ როგორც ერთ ოჯახად. უпростоრად კახას მაშინ ოჯახი არ ყავდა და ჩემი ოჯახი იყო ჩვენი ორივეს თავშესაფარი. იმ დიდ კლინიკაში, რასაც ატრინდელი რესპუბლიკური სამავთყოფო ერქვა, რეალურად ვიყავით ორი სიზავთა ქირურგი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა დამწყები ქირურგი და თავადაც აფხაზეთის ომის მონაწილე დღეს და ღამეს ასწორებდა დაჭრილი ჯარისკაცების გადასარჩენად. რესპუბლიკურ სამავთყოფო სამხედრო ჰოსპიტალი იყო და ჩვენ გვიწევდა ძალიან რთული და ძალიან დაძაბული მუშაობა, დაჭრილები ყავდა ძალიან ბევრი. იყო დღეები, როცა ერთდროულად 40-50 დაჭრილი შემოდიოდა აფხაზეთის ოფხაზეთში, წარმოიდგინეთ. და ჩვენ პრაქტიკულად იქ ცხოვრობდით. ამან რა თქმა უნდა, აი ყველაფერი იმ ტრაგედიასთან ერთად ძალიან დიდი დადებითი მოგცა და კახასაც მათ შორის პრაქტიკა. ხედავდა მე მიმაჩნია რომ ალბათ თუ ვინმე არის დღეს საქართველოში წარჩინებული და გამოჩენილი ქირურგი ეს არის ჩემი მეგობარი კახა ქუნთელი. კახამ არა მარტო სიცოცხლე შეუნარჩუნა ბევრ დაჭრილს, არამედ ისინი ინვალიდებიც აღარ გახდნენ. რესპუბლიკურ სამავთყოფოში კახა ქუნთელიას და ზაზა ლაზარაშვილის მცდელობით იქმნება ვასკულარული ქირურგიის განყოფილება, რომელიც პირველივე დღეებიდან საკმარისად დიდი დატვირთვით მუშაობს და
კახა ასრულებს პრაქტიკულად ყველა მოცულობის და სირთულის ოპერაციას. იმ პერიოდში ზუსტად 2000 დასაწყისში ევროპაში ფეხს იკიდებდა ეგრეთ წოდებული ენდოვასკულარული ხირურგია, ვინც ტრადიციული სისწრაფთა ქირურგიის სპეციალისტები არიან, ძალიან გაუჭირდათ მაგათ რომ აეთვისებინათ ენდოვასკულარული ხირურგია და ამავე დროს ენდოვასკულარულ ხირურგიაში ძალიან ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი, ვინც იყვნენ რადიოლოგები, ეს მაინც რადიოლოგია, რომელსაც აბსოლუტურად გამოცდილება არ ჰქონდა სისწრაფთა ქირურგიაში. კახა პირველი იყო, რომელიც საქართველოში ფაქტიურად ღია ხირურგია, ანუ ტრადიციული ხირურგია და ენდოვასკულარული ხირურგია ერთ ადამიანში იყო. საუკეთესო ექიმი 2006. წარდგენილია სისხლძარღვთა ქირურგი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი კახა ქუნთელია. მან საქართველოში პირველმა ჩაატარა გულმკერდის აორტის პროტეზირება სისხლის ხელოვნური მიმოქცევის გარეშე და საძილე არტერიის ენდოთერექტომია ევერსიული წესით. ცალკე საუბრის თემაა კახა ქუნთელიას პროფესიულ ბიოგრაფიაში ავერსის კლინიკა. სამედიცინო დაწესებულება, სადაც ის აგერ უკვე მესამე ათწლეულია, სათავეში უდგას ანგიოქირურგიულ მიმართულებას და სადაც მისი სიახლეების მოყვარულ ნატურას იდეალურად შეერწყა ინოვაციების დიდი გულშემატკივარი და დამნერგავი დამფუძნებლის შესაძლებლობები. როდესაც ვამთავრებდით ავერსის კლინიკის ცენტრალური ფილიალის რეკონსტრუქციას და რემონტს, ამ დროს შემხვდა ბატონი კახა და გამოხატა სურვილი გადმოსულიყო ავერსის კლინიკაში. რაც რა თქმა უნდა ჩემთვის ძალიან სასიხარულო და სასიამოვნო იყო და უკვე 19 წელია ბატონი კახა შრომობს და მოღვაწეობს ავერსის კლინიკაში, არის სამყვანი ქირურგი და პირადად ჩემთვის უამრავ მის პაციენტს გამოუხატავს მადლიერება მისი საქმიანობის მიმართ და სწორედ ეს არის ექიმისთვის ყველაზე დიდი სიხარული, ყველაზე დიდი წარმატება და ყველაზე დიდი მიღწევა, როდესაც ყავს ამდენი კმაყოფილი პაციენტი. ახსოვს 2008 წელს, როდესაც კლინიკა მზად იყო უკვე გასახსნელად, ბატონი კახა მოვიდა და ქონდა სურვილი რომ ავერსის კლინიკაში დაეწყო მუშაობა და პრაქტიკულად ჩვენი კლინიკა თავის დროზე, როდესაც საერთოდ კონცეფცია იყო ესეთი, რომ უნდა ყოფილიყო ძირითადად უფრო დიაგნოსტიკური ცენტრი და მცირე ინვაზიური ქირურგია. და როდესაც მან გამოთქვა სურვილი და დაათვალიერა საოპერაციო, პრაქტიკულად ყველაფერი გადასაკეთებელი არის უგვრითხრა და შემდეგ დავჯექით ვისაუბრეთ, გავიარეთ ეს პროცესები და მართლაც უკვე საკმაოდ მძლავრი ქირურგიული სამსახური ჩამოყალიბდა და ერთ-ერთი გამშვები იყო ამისი ვასკულარული ქირურგია და ბატონი კახა ქუნთელია. იქ, სადაც გამორჩეული პროფესიონალიზმით საუკეთესო შედეგები მიიღწევა. ამ დროს ზრუნავს და შენს გვერდითაა ავერსის კლინიკის ქირურგიული განყოფილება. მე განათლებითაც ექიმი ვარ, სული და გულით ექიმი ვარ. და ამავე დროს სამედიცინო სფეროში მოქმედი ბიზნესმენი და მე ვთვლი რომ თუ რაიმე საუკეთესო შეიძლება გაკეთდეს პაციენტისთვის, იქნება ეს ახალი საუკეთესო აპარატი, თუ იქნება ექიმების სწავლება, ეს ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ავერსის კლინიკაში და ძალიან სასიხარულოა რომ ბატონი კახას მიდგომაც ესეთია. და მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია, ყოველთვის ცდილობს კიდევ უფრო მაღალ დონეზე, კიდევ უფრო ეფექტურად ჩაატაროს ის ოპერაციები, რომლებსაც ის აკეთებს და როდესაც მან პირველად გითხრა, რომ გამოვიდა იგივე ფილიპსის კიდევ უფრო საუკეთესო ახალი მოდელი ანგიოგრაფის და ეს იყო შერწყმული საოპერაციო მაგიდასთან, განათებასთან და ცოტა რა თქმა უნდა აფიქრებდა ის საკითხი, რომ ძალიან ძვირიღირდა ეს ყველაფერი, მაგრამ არ დამავიწყდება, რამდენად გახარებული იყო ბატონი კახა, როდესაც მე დავეთანხმე, რომ ფასის მიუხედავად ჩვენ გავაკეთებით ჰიბრიდულ საოპერაციოს, რომელიც ძალიან ძვირი დაჯდა, მით უმეტეს იმ პერიოდში საქართველოში, მაგრამ ჩვენ თვლით, რომ ეს იყო სწორი ინვესტიცია
და ამ წლების მანძილზე ის უამრავი პაციენტი, რომელიც ძალიან მადლობელია ამ ოპერაციების შედეგად, სწორედ ამის მტკიცებულებაა. 5 წლის წინ, როცა ჩემი სიცოცხლე ვანდე ბატონ კახა ქუთელიას და ავერსის კლინიკას, ჩემს ცხოვრებაში ეს იყო ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება. თავიდან ჩვენ არც ვიცოდით, რომ ეს პირველად მსოფლიოში გაკეთდა და რამდენიმე წლის შემდეგ, ანუ 5 წლის შემდეგ ეს პაციენტი რომ მოვიდა ჩვენთან რაღაც გამოკვლევაზე და თან ორივე ფეხით მოვიდა. ხო? ძალიან გაგვიკვირდა. ახალმა მიდგომამ იმდენად აღაფრთოვანა კონგრესის დამსწრე საზოგადოება, რომ ქართველი ანგიოქირურგის მოხსენება ლონდონის კონგრესის ოფიციალურ საიტზე კონკრეტული შემთხვევის დეტალური განხილვითა და შედეგების თანხმლებით დაიდო. კახა არის უბადლო სპეციალისტი, დიდი პროფესიონალი, მაქსიმალისტურად უდგება თითოეულ პაციენტს და ტექნიკურად მის მიერ ჩატარებული ოპერაციები გარკვეულწილად ბევრ ქვეყანაში, სადაც წარუდგენია, იწვევდა ყოველთვის ახტაცებას. კახა ახალგაზრდა ჭკვიანი ქირურგიდან ჩამოყალიბდა დიდი გაქანების პროფესიონალურ ქირურგად. იმ ქირურგად, რომელსაც შეგიძლია თავისუფლად ენდო. ჩვენ მქონდა ერთი ოპერაცია, რომელშიც დიდი გუნდი მონაწილეობდა, არა მარტო სისხლთა ქირურგები და რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 22 საათი. მთლიანად ოპერაცია, კახა იყო წამყვანი ქირურგი და ხელმძღვანელი ამ ქირურგიული ჩარევის და როდესაც ეს ამ ოპერაციის მონაცემები იქნა წარდგენილი, ჩვენი კოლეგები, გერმანელები ახტაცებას ვერ მალავდნენ. ძალიან კარგი პიროვნებაა, ძალიან კარგი ექიმია. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. კარგი ექიმობა მარტო კარგ განათლებას და მაღალ პროფესიონალიზმს დაუფლებულს წლების განმავლობაში, როგორც გამოცდილს ქირურგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკა, ხო ქირურგიული, მარტო ეს არ არის საკმარისი. კარგი ექიმისთვის მნიშვნელოვანია, რომ შინაგანად იყო ექიმი და კახა ქუთელიას რო უყურებ, ნამდვილად შინაგანად ექიმია. უყვარს პაციენტი, უყვარს მასთან ურთიერთობა და ეს არის ბრწყინვალე სინთეზი, როდესაც ეს პიროვნული თვისებები და კარგი განათლება და კარგი გამოცდილება ერთად არის თავმოყრილი. მთავარია რომ კახამ გაზარდა თაობა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შეიძლება იყო პროფესიონალი შენს დარგში, აკეთო ძალიან კარგად ოპერაცია, მაგრამ არსებობენ ექიმები, რომელიც ამასთან ერთად ზრდიან მომავალ თაობას. და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, მადლიერ პაციენტზე მნიშვნელოვანია მადლიერი თაობის გაზრდა. ჩემი კახა ქუთელიასთან პირველი შეხვედრა იყო სტუდენტობისას, 21 წლის ვიყავი და აი კარგად მახსოვს, რომ ჩემი მომდევნო ვიწრო პროფესიული არჩევანი გადამწყვეტი გახდა პირველი ოპერაციის, როცა ვნახე კახა ქუთელიას მიერ შესრულებული ოპერაცია. სუბუქი და ვირტუალური მუშაობის ტექნიკა. მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან გამიმართლა ეს მე უფრო მივხვდი ამას, რომ მოვხდი კახა ქუთელიას გუნდთან, რომ ეს გამართლება ბევრს არ აქვს და მე ამით ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ მართლა წყალობა იყო ღვთის, რომ მე კახას გუნდს შეუერთდი და დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, თუ რამე შემიძლია გავაკეთო, ეს არის უბრალოდ კახას დამსახურება რა. ჩემი პირველი კომუნიკაცია ბატონ კახა ქუთელიასთან შედგა ჩემი სტუდენტობის პერიოდში, როდესაც იგი მიკითხავდა ლექციას ქირურგიაში. და მისი ლექცია სიძაბთა ქირურგიაში აღმოჩნდა გადამწყვეტი ფაქტორი ჩემი შემდგომი პროფესიის არჩევაში. ბატონი კახა არის ადამიანი, რომლის პროფესიონალიზმი, დაუღალავი შრომა და საქმისადმი სიყვარული და ერთგულება ყოველთვის იწვევდა ჩემში აღფრთოვანებას.
მიუხედავად მისი დიდი გამოცდილებისა და ცოდნისა, არასდროს არ წყვეტს ახლის ძიებას, ყოველთვის ცდილობს თანამედროვე მეთოდების დანერგვას, ეძებს ახალ ტექნოლოგიებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სწრაფად განვითარებად გარემოში და ძალიან დიდი мотиваციაა განსაკუთრებით ჩვენთვის ახალგაზრდებისთვის. საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი უფროსია, თუმცა ამის მიუხედავად ყოველთვის ვგრძნობთ მისგან მხარდაჭერას, გვერდში დგომას და ყოველთვის ვიღებთ მისგან გულწრფელ რჩევებს. ეხლა სიძარღვთა ქირურგია არ არის მარტო ტექნიკა, ოპერაცია გააკეთო, თუმცა ამ ტექნიკაშიც მე ძალიან მოვიხიბლე პირველად რომ ვნახე კახას ოპერაცია, რომ კახა რო ჩამოვიდა საქართველოში, მას დიდი გამოცდილება ჰქონდა როგორც აქ ისე ევროპული და მეც ახლა ევროპის წამყვან კლინიკებში სიძარღვთა ქირურგიის დარგი მინახია და ოპერაციებიც, მაგრამ კახა არის ჩემთვის მართლა ნომერი პირველი. კახას ჰქონდა ძალიან მეგობრული გარემო. კლინიკის გარეთაც თვითონ კლინიკაშიც ძალიან ისეთი უშუალო ურთიერთობა ჰქონდა ჩამოყალიბებული, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კახასთან მუშაობა და დგომა მარტივი არ არის. კახა იყო მომთხოვნი, რომ არცოდნას არასოდეს არ პატიებდა უდისციპლინობას, გულგრილობას არასოდეს არ პატიებდა არავის და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით და ვცდილობდით, რომ აი იმ რეჟიმში ჩამდგარიყავით, რომელიც აი ესე კახა გვატარებდა. გარდა იმისა, რომ უმაღლესი დონის დასტაკარია, მაგირო წასულიყო მუსიკის გზით, ალბათ იქაც მწვერვალებს დაიპყრობდა. და აქვე ანგიოქირურგიისა და არაერთი ქირურგიის მასწავლებლის მთავარი როლი და მისია ცხოვრების დიდ სცენაზე. კახა კუნთელია, როგორც მამა და როგორც მეუღლე. ოჯახი, რომლის გარეშეც ცნობილი ქირურგი ნამდვილად ვერ შეძლებდა მიღწეულის მიღწევას. გუზარი, გუზარი, სკუმბარი, სკუმბურდარი. 60 წელი ძალიან მნიშვნელოვანი ასაკია, განსაკუთრებით მამაკაცისთვის, იმიტომ რომ გარკვეულწილად გარდატეხა ხდება ამ ასაკში. თუმცა შენ ახალგაზრდა მამა ხარ ჯერჯერობით და ამიტომ შენთვის 60 წელი არაფერს არ ნიშნავს. გილოცავ, იმიტომ რომ შენ ხარ საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო დედმამიშვილი, საუკეთესო შვილი შენი მშობლების. და რა თქმა უნდა კოლეგებისთვის ყოველთვის თავზე გადაღებული თუ შეიძლება ასე იყოს და მინდა გითხრა კიდევ ერთი რაღაცა. ეს ჩვენი ფრაზაა, შენ კარგად იცი, გავა კიდევ 20 წელი და აღარ გავაგრძელებ შენთან იცი დასასრული ამ ფრაზის. გავრცელებას, მხნეობას და თავისი კეთილი საქმის დიდხანს კეთებას უსურვებ. ეს არის დასაწყისი, აი ძალიან მაგარი პერიოდის. ბატონო კახა, გილოცავთ დაბადების დღეს, გესურვებთ ჯანმრთელობას. ბატონო კახა, ულოცავ იუბილეს. სული და გულით ულოცავ ბრწყინვალე პიროვნებას, ბრწყინვალე ექიმს, ბრწყინვალე მეგობარს, კარგ მეუღლეს, კარგ მამას დაბადების დღეს და უსურვებ ჯანმრთელობას, ბევრ კმაყოფილ პაციენტს და წინსვლას პირად ცხოვრებაში. ბატონ კახას ულოცავ 60 წლის იუბილეს, დრო ძალიან სწრაფად გარბის, ალბათ ძნელი წარმოსადგენი იყო ჩვენი სტუდენტობის დროს, რომ 60 წლის ასიმალე გავხდებოდით, მაგრამ სასიხარულოა ის, რომ ბატონ კახას ყავს უამრავი პაციენტი, რომლებიც კმაყოფილები და მადლობლები არიან იმ მკურნალობის, იმ ოპერაციების, რომლებიც ბატონ კახას აქვს ჩატარებული და უსურვებ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას, წარმატებებს პირად ცხოვრებაში, პროფესიულ საქმიანობაში და უსურვებ კიდევ უფრო მეტ კმაყოფილ და მადლიერ პაციენტს.